კრედიმალო მევესალმები მაყურებლებს თქვენ შენს მონოლოგში ნიკა თქვი დაკარგულები ვართო ხო მომისა დიახ სიმართლე უთხრათ ჩვენ დღეს ვართ როგორც ერი ამ წუთის გომარეობით დაკარგულები შეგვიყვანეს იმ სპირალში საიდანაც უნდა გამოვიდეთ და აუცილებლად გამოვიდეთ თუმცა არსებობს რა თქმა უნდა ალტერნატივა რომ ამ სპირალში კიდევ უფრო ღრმად შეხვიდეთ საიდანაც უკვე ვეღარ გამოაყვლევ გზას ამიტომ ეს რომ არ მოხდეს მნიშვნელოვანია ერის აქტიურობა, მოქალაქეების აქტიურობა. ის რაც დღეს ღარიბაშვილმა ბიზინა ივანიშვილის პირით ისაუბრა და რატომ ასაუბრებს ივანიშვილი ღარიბაშვილს და ეს ყველაფერი უკვე გასაგებია. ამ ხალხთა ყველაფერი გარკვეულია უკვე. ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე კონტროლ ქვეშ არიან მოსკოვის. არ უნდა ჭირდეს, მე მგონი აღარ ჭირდეს ყურს ეს შეფასება. ეს არის ცხადზე უცხადესი. ცხადზე უცხადესი არის. და როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას არ ელაპარაკება, არ უხსნის, არ ამშვიდებს, არამედ პირიქით, ხოლო და ხოლოდ მღელვარებას ხარისხს და ტემპერატურას უწევს, დიახ, ეს ნიშნავს, რომ მათ საქმელიც არ აქვთ. ისტორია ადასტურებს, რომ მსგავსი პოზიცია მხოლოდ არის კაპიტულაცია და თავიდან ბოლომდე აი ფესვებიდან ამოგდება. ისტორია როგორც უახლოეს, ასევე შორეულიც, ხო, დაწყებული გიორგიევსკის ტრაქტატიდან, გიორგიევსკის ტრაქტატში პირდაპირ ეწერა ის, რასაც ვითომ თითქოს ქადაგებს, არც ამას ქადაგებს. გიორგიევსკის ტრაქტატ შეიძლება კონდეს ნიკა ძალიან მარტივად ახალი გამოხატულება, ხო? იგივე ტიპის შეთანხმება, რომელიც შეიძლება დაიდოს რუსეთს. ხო, მაგრამ ეს ისტორია ხო ადასტურებს, არა, მაგას ვამბობ. გაქვს მოლოდინი, რომ ესეთი რამ შეიძლება ქართულად. აი ისტორია, რომელიც შეიძლება არც იცის ბერმა, მაგრამ ბერმა იცის იქ ქართულ ოცნებში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ აი არც ცუდი და არც კარგი საქმელისთვის მზად არ არიან. არაფრისთვის მზად არ არიან, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ქონდეს, ხო? ესე იგი, გვეწერა, გვეგრძალებოდა ამ ტრაქტატის მიხედვით საგარეო პოლიტიკის წარმოება გვეგრძალებოდა უბრალოდ ხო იქვე ეწერა აღმოჩნდა რომ ეხლა გვეგრძალებოდა მიუხედავად ამისა და ვერ მოახდინეს რუსებმა ჩვენი ანექსია მოახერხეს მიუხედავად ამისა რა არ გააუქმეს ავტოკეფალია გააუქმეს მიუხედავად ამისა თავიანთ შემადგენლობაში ორად გუბერნიად არ გავყვეს მე იგივე არ მოხდა პირველი რესპუბლიკის ძვირფასო მაყურებელო პირველი ღარიბაშვილი თუ ახლა ისმის ივანიშვილი თუ ახლა ისმის ხო იგივე არ მოხდა და დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა ნეიტრალიტეტი პირდაპირ პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის აქტი უნიშნულოვანესი ისტორიული დოკუმენტი მიიღეს და ჩაწერეს რომ ნეიტრალურები უნდა ვიყოთ და რა 1920 წელს რუსეთთან დადეს ფარული ასე ვთქვათ ასევე ხელშეკრულება სადაც იგივე ეწერა კი ამან რა ხელი შეუშალა რუსებს ხელი შეუშალა რომ დაემხოთ დამოუკიდებლობა სახელმწიფოსი და მთელი ქვეყნის ტერიტორია ოკუპაციას დაქვემდებარებული ყო არა მე კაცო ადამიანი ეხ უახლოეს წელსში ქვეყნის სათავეში ყავდა შევარდანაძე რომელმაც თქვა რომ მზეო საერთოდ ჩრდილოეთიდან ამოდისო ჩრდილოეთი ამას მეტი რა უნდა ეთქვა ეს ოღონდ თქვა საბჭოთა კავშირი ეს ადამიანი ცდილობდა ხო ომის დროს სამჯერ ზავიდა და ცეცხლის შეწყვეტას დაკავშირებით და ყოველ ჯერზე ირღვეოდა და ასეთი ადამიანის ხელმძღვანელობის ქვეშ აფხაზეთი წაგვართვეს ხო ამიტომ მსგავს არაფერს არც კი ცდილობს რომ აუხსნას ბიზინა ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა და რაღაც არის იმათა გითხრათ არაფერი ასახსნელი და სალაპარაკო არ დაგიმალოთ და რა არის დიაგნოზი მოკლედ მითხარი ერი მოკლედ თავის ქვეყანას ათავისუფლებს აი ამ სირცხვილისგან ხელისუფლებას გულის დიახ რა თქმა უნდა და ასე ვეხმარებით ჩვენ მეგობარ ძმებს დებს უკრაინელებს და თქვი და გავიმეორებ საკუთარ თავს პირველ რიგში დიახაც რისთვისაც იბრძვიან და მწხვენია ხო შეიძლება აი ხო გქონიათ შემთხვევები გქონია ბევრჯერ შენი საყვარელი უახლოესი ადამიანის ნაცვლად ვითარებაში არ აღმოჩენდიხარ რომ შეგწვენიათ მე კი ხო კი რა თქმა უნდა აი შემწვა ეხა არც ხო გწვენია რომ კიევში არის ქვეყნის პრემიერი მინისტრი უკრაინის და საჯაროდ განცხადებას აკეთებს და მოუწოდებს მოდი წავიკითხოთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეს მოუწოდებს რომ თვითმფრინავისთვის მოდი წავიკითხოთ რეისის განხორციელებისთვის ნებართვა გაეცია თუ შეიძლება ეს განცხადება რომ წავიკითხოთ
შმიგალის tweet-ზე ამბობთ, ხო? საგარეო საქმეთა მინისტრის. წავიკითხოთ თუ შეიძლება, ვნახოთ ქართულად. პრემიერ-მინისტრი. ხო, ბოდიში. ქართულად დაწერილი ხაზგასმულად თუ შეიძლება. მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება, ევროპა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება, უკრაინა ამას ელოდა, მაგრამ არ მოხდა ეს. შესაბამისად არ დაუშვეს ქართველებმა ჩარტერი, მე სპეციალურად თქვი შესავალში, რომ მაშინ, როდესაც რუსეთს დაუხურათ საყველამ, ჩვენ დაუხურეთ საუკრაინას. ჩვენთან ჩარტერი ვერ დაჯდა და მოიმიზეზა საქართველოს ხელისუფლებამ ის, რომ მესამე მხარისგან მესამე მხარი შეიძლება ეს ჩათვალოს, ანუ აგრესია გამოიჩინოს ამის გამო ჩვენს პოლიტიკა, ნიკა, მეგობრებო, არანაირი პოლიტიკა, არ გაღიზიანების პოლიტიკაც კი არ აქვს, არაფერი არ აქვს. და თუ რატო არ მუშაობს, თუნდაც გქონდეთ არ გაღიზიანების პოლიტიკა, ჯერ ერთიც სიმხთალესა და სიმხთლეს შორის ხო უზარმაზარი განსხვავებაა. და რომ გქონდეთ არ გაღიზიანების პოლიტიკა, აგერ უახლოესი და შორეული წარსული და მაგალითები მოვიყვანოთ, ეს არ მუშაობს, ახლა არ მუშაობს და არც არასოდეს იმუშავეს. მთელი ცივილიზებული სამყარო არის გაერთიანებული უკრაინელების და უკრაინის გარშემო. პირველად ისტორიული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ევროკავშირმა ერთად პირველად უმკაცრესი, დიახაც ბრიტანეთს უმკაცრესი ვინაიდან მსგავსი ტოტალური სანქციები დაწესებულა მხოლოდ ერთხელ ჩვენს რეალობაში, ჩვენს თაობაში მე რაც მახსოვს ირანის წინააღმდეგ. ირანის ამარ ყოველთვის ერიდებოდა. ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, კორეის წინააღმდეგაც დავამატებ და ეს მესამე შემთხვევა. ერიდებოდა მოსკოვს, ხო? და სახელმწიფო არ დარჩა პრაქტიკულად, ვინც არა მხოლოდ უბრალოდ ფინანსურად, ეკონომიკურად შეიარაღებით ეხმარება. ნეიტრალიტეტს არღვევს შვეიცარია. წარმოვიდგინეთ. ანუ მარტივად რომ თქვათ, მარტივად საუბრის დრო მოვიდა ხახნო და არა ფილოსოფოსობის. მარტივად ან ვირჩევთ იმ მხარეს, რომელიც აირჩია მაგალითად ჩრდილოეთ კორეამ და აირჩია პუტინი და არის ჩრდილოეთ კორეა, ან ვირჩევთ იქვე სახელმწიფო რო არის. სამხრეთ კორეამ რა აირჩია? ცივილიზაციის მოკავშირეობა აირჩია და ხო? და ჩვენ სად ვართ? უარს ვეუბნებით ყველა მსოფლიო ლიდერს. არ ვიცი ეხლა ყველას, ჯონსონს, მაკრონს, ბაიდენს, ხო? და კის ვეუბნებით, კის ვეუბნებით ლუკაშენკოს და კის ვეუბნებით პუტინს. ეს რეალობა არის და ამ რეალობას სჭირდება შეცვლა და ვერავინ ვერ შეკითხვა გარდა ჩვენი თავისა. ჩვენი სახელით ჩემ მონოლოგში ქონდა დღესაც პრაქტიკულად იგივე თუ იმიტომ მე რომ ვუსმედი, ანუ მივხვდი რომ ღარიბაშვილი ჩემი სახელითაც ლაპარაკობს. ჩვენი სახელით ლაპარაკობს. ჩვენი ქვეყნის სახელით ლაპარაკობს. ღარიბაშვილი ეს არ უნდა დაგუწყდეს არც მე და ჩვენ. და ტყუილია იმისა თქმა ტყუილია ჩემს ხიდანაც, ტყუილია რომ რაც არ უნდა სამართლიანად ჩვენ ქვეყნის შიგნით ვაკრიტიკებდით აი ამ ხელისუფლებას, ის ჯერჯერობით ხელისუფლების სტატუსითაა და ქვეყნის გარეთ წარმოუდგენელი ზიანი გვადგება. რა უნდა მოხდეს? ღარიბაშვილი არ უნდა საუბრობდეს ქართული ხალხის სახელით. ეს ადამიანი არ უნდა იყოს ხელისუფალი. ეს ადამიანი არ უნდა იყოს მთავრობის მეთაური და მთავრობა ამ სახით, რა სახითაც ქვეყანას ყავს, არ უნდა ჰყავდეს. აი რას ნიშნავს ეს მაშინ? იმიტომ დღეს ზურა ჯაფარიძემ დაწერა რომ მაგალითად წავიკითხე რომ ღარიბაშვილის შეცვლაზე საუბარი აბსურდია, იმიტომ რომ იქნება ღარიბაშვილი B. მე ზურასთან მეგობრო პატივცემ, ბევრი მის მოსაზრებას ვიზიარებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც შენ ხალხი, ანუ აიძულებ რომ მთავრობა გადადგეს სულ სხვა მოცემულობა. ხო, და აი ეგ მაინტერესებს, როგორ უყურებთ აი მექანიზმს სრულებას. როდესაც ახლა მართლაც ომის პირობებში, ხო, სახელდახელოდ პრაქტიკულად არ ვიცი რომ მაგიდაზე დადეს ისტორიული დოკუმენტი და კადრები გავცადოთ და ფოტოები და ისტორიული დოკუმენტის ფოტოც გამოიტანეთ თუ შეიძლება. დაჩქარებული წესით ხელი მოაწერა ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატობა დაწინაურდეს. მარტო ზელენსკიმ არ მოაწერა, იქით ამხრიდანაც უსულა ფონ დერ ლეიენმაც ეთანხმებოდა მზად არის და ამ ყველაფერს მთელი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს და უჭერს იმიტომ რომ
დაარწმუნდნენ რომ პუტინი არის აგრესორი, ეჭვი აღარ აგრესორი, ისეთივე როგორც იყვნენ ჩვენთან მიმართებაში 2008 წელს და როდესაც ეს უპირატესობა გაქვს და ამ უპირატესობის კაპიტალიზირების შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ ვერ იყენებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ივანიშვილი არის და ღარიბაშვილი მართვის სადავეებთან და რაც არ უნდა ოპოზიცია, რაც არ უნდა სამოქალაქო საზოგადოება ვაქტიურობდეთ, არის ოფიციალური სტატუსი, ოფიციალური დოკუმენტი მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა პეტიციებს ვავრცელებდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სიმბოლური დატვირთვის არის. სწრაფად არის ეს სტატუს-კვო შესაძლებელი, ძირფასო მეგობრებო. ვერ ალბათ არასწორი სიტყვა ნიკა, მე მაინც უფრო მგონია რომ არის. სხვა შორის მესამე სეგმენტი გამომჩა მისი გამოსვლის, რომელიც იყო 2008 წელს ისევ რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ამ დროს უკვე მსოფლიო შეთანხმდა იმაზე რომ თანამედროვე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დაიწყო ომი, პროვოკაცია ხალხი დაიხოცა მის გამო და ასე შემდეგ. აი ამ ეს ნაწილიც გავიარეთ, აი რატო ხდება აპელირება ომი დავიწყეთ. ყველაფერი მათთან დაკავშირებით გარკვეულია. უტრირების გარეშე, აი აწეულების შემდეგ და არც მაინდა მაინც აწეულების შემდეგ სტუდენტები ბიბლიოთეკებში რო შევლენ და წიგნებს რო გადმოიღებენ, ხო? მოღალატეობრივი აქტები რო იქნება ამოკითხული, ვინ ჩაიდნენ რომ ღარიბაშვილი იქ იქნება, იქ. მე რომ მასწავლე, შენ რო გასწავლეს ორჯონიკიძეზე, რა გააკეთა, როგორ შემოუძღვა ჯარს წინა. აი ეს. ხო, მაგრამ უყურე ორჯონიკიძეს მე რო ეს მასწავლეს, ჯერტიკალ კონტექსტში მასწავლეს, იმიტომ რომ ცხოვრობდი იმ ქვეყანაში, რომელიც ორჯონიკიძის ღალატის შედეგად შეიქმნა. და ღარიბაშვილზე რო ჩაწერენ, შეიძლება 100 წლის მერე იკითხოს ცუდად ეს, მაგრამ შეიძლება ჩაწერონ სახელმწიფოში რუსეთში გაერთიანებული საქართველოს პირობებში. ისტორიული უსამართლობა, ხო? ის ადამიანი, რომელმაც პირველად მოკიდან აღარა შემოკრა, ხო, მთელ სოფლიოში და ბევრი სამწუხაროდ არ უჯერებდა, ბევრი არ იზიარებდა ამ პოზიციას წლების განმავლობაში. დღეს ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში სადაც ჩვენ ვართ ახლა იმყოფება ტყვეობაში, ხო? ეს ხელისუფლება მართლაც რომ გულის ტკივილით გამოირჩეოდეს ახლა უკრაინელების თან მიმართებაში, ხო? ჯერთვის აი ამდენ ბოროტებას არ ჩაიდედა ყოველდღიურად ღარიბაშვილის პირით და მეორე პირველ რიგში ალბათ, ხო? უბრალოდ რომ გამოუშვა და საქართველოში ქუჩებში გადაადგიდეს. ამით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით უკრაინელებს. კაი თვითმფრინავს არ უშვებ და მართლაც თელმა ევროკავშირმა დაუკეტა ცა დაუკეტა რუსეთს და საქართველოს არა. აზერბაიჯანმა ალიევმა გააკეთა ის, რასაც ალბათ უკრაინაში არც ელოდნენ. და საცავები იბომბება მიზანმიმართულად უკრაინაში ნავთობის საცავები, იმიტომ რომ სახელმწიფოთვის ნავთობის გარეშე არსებობა ეს არის სისხლის გარეშე ვიყოთ ჩვენ, უბრალოდ თუ ნავთობის გარეშე ხარ ჩამოიშლები, ეს იცის პუტინმა და ბომბავს და ამ დროს უმსხვილესი პარტია ნავთობისა მიდის ბაქო და წარმოიდგინეთ რაზე ძალიან დიდ საყვედურს იღებს პუტინისგან ალიევი და ამ დროს ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ კი არა. მეტიც ხელს გუშლით და ძალიან ცუდ რაღაცებს ვაკეთებთ. ის წესრიგში ისევ ოპოზიცია. ამიტომ მე არ მინდა რომ ვინმე შთაბეჭდილება დარჩეს და არც უნდა დარჩეს, რატომ უნდა მოვიჩლიქოთ ეხა ეს ენა, როცა ვიღაცა რაღაცა ციობს, არა, აბა ვიღაცამ სადღაც პროპაგანდისტმა რომელიღაცამ ეხა ტელეკომპანიის იმედის არ თქვას რომ იცით ნიკაბელია და ნაციონალურ მოძრაობა და სხვა ოპოზიცია და პარტია და სხვა ლიდერი და სამოქალაქო საზოგადოება ანგაჟირებული ხალხი ცდილობენ ისაგებულ ამვითარებით რა არ გადავარჩინოთ ამ ქვეყნის მომავალი. არ უნდა იყოს ეს ხელისუფლება მართვისადავეებთან. თუ ჩვენ გვინდა ის, რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა დაცული, ნათელი ევროპული დასავლური მომავალი. აი აგერ არის შანსი, რომელსაც არ ვიყენებთ. არა და ეს შესაძლებლობა დაიკეტება და ეხლა მე რო ვიყო ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი და შენ რო იყო მაღალი თანამდებობის პირი ევროკავშირში, ყველა ჩვენი ინიციატივა, რომელიც არათუ არ იქნება გაზიარებული და ბრიუსელში სტასბურგში გვესმის ხედავთ არათუ არ იზიარებენ, გმობენ ამ ინიციატივებს. იქ ვინ მიგვიღებს, რატო? როდესაც ჩვენ შეგვიძლია წყვილად ეხლა უკრაინასთან ერთად მართლა ავიხტინოთ, მართლა ოცნება ავიხტინოთ თაობების. აი ახლა. ნიკა, როგორ?
იმიტომ რომ ეს მატარებელი მიდის უკვე სააკაშვილის დროს სოლიდარობის აქცია. ბოდიში სააკაშვილის დროს ჩვენ თუ უკაცრავად ვახურებდით იმაზე რომ ლოკომოტივში ჩავქვსვით და არ გვინდა პირველი ვაგონი როა ჩაბმული ლოკომოტივს იმაში ჯდომაო ეხლა რეალურად ეს მატარებელი მთავრდება და ბოლო ვაგონზე ახტომაც არ უნდა საქართველოს ხელისუფლებას პირიქით მე მგონია რომ შეგნებულად უშვებს ამ მატარებელს როგორ უნდა შეიცვალოს ეს მოცემულობა ოპოზიცია ვერ ახტება ამ ასაგებია მაგრამ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად საზოგადოება ოპოზიციასთან ერთად უნდა ვიცოდეთ რომ მხოლოდ სოლიდარობის ტიპის დემონსტრაციები და აქციები მკვეთრი მოთხოვნების გარეშე ვერ ეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ვერ ეხმარება. მითხარი რა მოთხოვნები? კონკრეტიკაზე გადავიდეთ. კონკრეტული მოთხოვნები უნდა იქნეს წაყენებული, ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან არ უნდა იყოს, მართვის სადავეებთან არ უნდა იყოს, იმიტომ რომ არიან რუსების, პუტინის, კრემლის კონტროლ ქვეშ თავიდან ბოლომდე ეს არის ეს არის ფაქტის კონსტატირება და არა უბრალოდ ბრალდება ეს არის ასე ნუ გვაქვს ერთის მხრივ ნუ მეც წუხილი გულის ტკივილი რომ ეს ღარიბაშვილი ქართული ოცნება რას ჩადის რას აკეთებს როდესაც ვიცი რომ ამას აუცილებლად გააგრძელებს და სხვაგვარად ის ვერ შეძლებს იმიტომ რომ ასეთი არის მისი დამკვეთის ნება სურვილი და ახორციელებს როდესაც ჩვენ ვიცით რომ მთელი დასავლეთი პირველი ეტაპის სანქციებს და ქართველებში და ჩვენ არახოლოდ ქართველებში ეს იწვევს ისიც მე ვიცი ჩვენი მაქსიმალიზმის რომ აი სწრაფად გვინდა და ყველა ეტაპის სანქცირება მოხერხდეს მაგრამ უმნიშვნელოსად არ თამიაყენა მაგრამ სოფლიოში დასავლეთში ჩვენია სოფლიოში აპრობირებული ანუ მექანიზმი არის ძალის გამოყენების იცი რა როგორც არ უნდა იყოს აბუჩა დაგდება დასავლეთის ესე დღეს რაც წულუკიანმა და ღარიბაშვილმა ქნეს რომ სანქციები ნუ მოდი ესე ვთქვა ამომში პუტინი დამარცხდება მთავარია მოდი ამომში დამარცხდება პუტინი ჩვენს მასთან მაგრამ ჩვენ სად ვიქნებით ქართულმა ოცნებამ თავისით ძალიან საჯაროდ ტოლობის ნიშანი დაისვა მასა და კრემლს შორის და იგი როგორც ახლა მე თქვენ სტუდიაში ვარ დარწმუნებული ვარ რომ გულშემატკივრობს პუტინის რეჟიმის არაკონტროლირებადი ჯეჯობით რეჟიმის და არ დაცემას და რა პრიმიტიულ დონეზე იმიტომ რომ ვიღაცა ვინც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნით სარგებლობს და უნდა ისარგებლოს რაღაცა კორპუსი ჩადგეს სადღაც ვაკეში და ამიტომ ჩვენ უნდა რეალურად მთელი ეს ისტორიული შანსი გადავაყოლოთ რომელიღაცა ქართული ოცნების დეპუტატის ძალიან მაგარი ამბავი იყო რომ დაწვეს სპორტის რაღაცა კალათბურთის სასახლე სადაც ბევრი ფული გათეთრდა და იტრიალა და დაწვეს უბრალოდ იმიტომ რომ კვალი მოესპოთ და თან კიდე იმიტომ რომ ვერ ასწრებდნენ აშენებას რეალურად კოშმარულ სიზმარში არ დაესიზმრებოდა პუტინს რამდენიმე თვის წინადაც ნამდვილად რომ თელ სავალუტო რეზერვებს რომელთა უმრავლესობა აქვს თელ უმრავლესობა ამერიკაში და ევროპაში გაუყინავდა 650 მილიარდიან მნიშვნელოვანს ხო და მხოლოდ ორ ბანკს შეეხო ჯერ ჩემზე კარგად იცით უკვე სანქციები მაგრამ წინ არის ეროვნულ ბანკსაც შეეხო რუსეთს წინ არის ავიაციას წარმოდით თვითმფრინავების გარეშე რჩებიან ავიაკომპანიები ირლანდიისგან უმრავლესობა რუსულ ავიაკომპანიას ქონია თვითმფრინავები ლიზინგით ნაკირავები ირლანდიისგან და ირლანდიელები ახლა სანქციის პროგრამაში უკან თხოვენ და მიიღავთ და ცოტა ხანში რეალურად შიგნით ამაზე ხშირად საუბრობ ძალიან ცოტა ხანში რუსული ისტაბლიშმენტი დაიწყებს უკვე უკმაყოფილების საჯარო დაფიქსირებას და პუტინმა ძალიან კარგად იცის რომ მისთვის ეს უმნიშვნელოვანესია და ამიტომ ჩქარობს და ვაბანკზე კი არ წავიდა პუტინი ხალხო ბლეფზე წავიდა ბლეფი გაათამაშა და არა ვაბანკი იმიტომ რომ ისეთივე ყურმოჭრილი მორჩილი ადამიანების იმედი ქონდა მათ შორის უკრაინაში რომ ისინი პოლიტიკურად მოძლიერდებოდნენ და იქ შიგნით ჩაახშობდა წინააღმდეგობის გაწევის უნარს და ძალას რაც აია გააკეთა ღარიბაშვილის პირით ხო და არ ვიცი არსებობით და ქართული ოცნების არსებობით არ გამოვიდა ახლა ამიტომ მე უბრალოდ ვალდებულად ვთვლი თავს რომ ჩემს მეგობრებთან ერთად თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერი გავაკეთო უახლოეს პერიოდში რომ ვიყო ნაწილი განვითარებული დასავლური ცივილიზაციისა მოდი აი ასე დავსვამ საკითხს და ეს ყველაფერი მოითხოვს რუსების კონტროლ ქვეშ ყოფი ხელისუფლებათა ჩამოშორებას არ შეგაშინოთ ხახლო
ამ სიტყვებმა. ეს ასე არის. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დაგმობა, უბრალოდ გულის წყრომა. ჩვენ უნდა ირაკლი გარიბაშვილის რა, დილით ადრე ვერ ატარებს მთავრობის ხდომას და არ გეუბნება იმას, რაცაც გეუბნება რომ ბოდიშის მოხდა. წარმოიდგინე, ნიკა. უკვე ჩაკეტილი წრეა, ამდენი ბოდიშის მოხდა. ჩვენ ყოველდღე მოგვიწევს უკრაინელებისთვის ბოდიშის მოხდა და ჩვენ წავიკითხეთ კიდევ მათ უკვე აღარ ჭირდებათ ეს ბოდიშები, იმიტომ რომ ჩვენ წარმოგვადგენს ჩვენი მთავრობა. ჩვენ არ შეგვიძლია რომ თვითმფრინავს საგაუხსნათ და დავსვათ პირობითად, ხო? ეს შეუძლია მთავრობას და რაც შეუძლია მთავრობას, იმას აკეთებს რუსეთის სასარგებლოდ, ხო? უკეტავს წას უკრაინას. ერთადერთი ქვეყანა მე მგონი მსოფლიოში, რომელმაც ეს გააკეთა, როცა ყველა პირიქით აკეთებს სასუკეთას რუსეთს. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანმა წამყვანმა ასე თქვათ ფიგურებმა უნდა მოვილაპარაკოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. როდის მიდიხართ ამ ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. მანამდე ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იქნებ რამენაირად ხალბატონის ზურაბიშვილის არსებობა გამოვიყენოთ ამ ფაზაში და ამ კონტექსტში და მისი ინიციირებით მოხდეს მაინც. ანუ რეალურად ეხლა ხალბატონ ზურაბიშვილს ოფიციალური სტატუსის მქონე ადამიანი. გაქვთ მაგის იმედი? აქვს დიდი შესაძლებლობა, გამოიყენოს, არ გამოიყენოს, სხვა საკითხია, ჩანს რომ იგი გული და სულით არ ეთანხმება, ჩანს, მაგრამ გამბედაობაა საჭირო და ეს გამბედაობა. ხახო, რას აშინებს, ვის აშინებს პუტინი ამ მომით? არ არის, ხახო. ზუსტად იციან რისთვის არიან ამ ბრძოლაში, ზუსტად ვიცით ხო ჩვენ? არავის არ ეშინია. ძიმი არის უკრაინელისთვის და ქართველისთვის. ნამდვილად ისეთი სიკვდილი, რომელიც უკავშირდება ავიაკატასტროფაში და ავტოავარიაში. მაგრამ ამ ქვეყნის ისტორიული შანსის რეალობად ქცევისთვის თუნდაც ყველაზე მძიმე ფასის გადახდა პატივია, თაობები იბადებიან და მიდიან ეს შანსი არ ეძლევათ და ღარიბაშვილს თუ ჩვენ ძალიან მძიმე ბიზნეს ევანიშვილს ფას არ დაუსვებთ და რეალურად ჩვენი ხმა არ იქნება გადამწყვეტი ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირების თვალსაზრისით თუ საშინაო პოლიტიკის ფორმირების კუთხით, მაშინ რა გამოდის? რომ ღარიბაშვილი უნდა საუბრობდეს ჩვენი სახელით? დიახ, ესე იგი, სადღაც ჩვენ ვაშავებთ, ხო? არა, ჩემო ბატონებო, მე მაგალითად, დიახ, იცით დაიწყე, ზოგჯერ სიკვდილის ჯობს უღირსი არსებობა არ არის ქართველისთვის მისაღები. უთანმოყვარეობა, უღირსობა, უგვანო ცხოვრება, რომელიც მოგახვია თავს ხელისუფლებამ და მართლაც მთელი სოფლიო ერთად დგას, კაცო, სადაც ცივილიზაცია და შენ ხარ სხვაგან. ესეთ სიცოცხლეს მართლა ჯობია, მე გეთახმები სრულიად, რომ შენი შვილი და შვილიშვილი ამაყობდეს იმით, რომ შენ დათმე სიცოცხლე და ის აცხოვრე დამოუკიდებელ თავისუფალ მე ხალბატონის ზურაბიშვილის როლს სამწუხაროდ ამაში ყველაფერი შევერხედავ, ბოლო შეკითხვას დაგისვა. როლს ხედავ, აქვს შესაძლებლობა ერთადერთი. ყველაფერს ვეთანხმები, ხა და ევროპულ საქართველოში ბრიფინგია და უნდა ჩავრთოთ და ბოლო შეკითხვას გისვამ უბრალოდ. რა ანუ მე არ გეუბნები რომ რამე თარიღი დაკიდო ამას შემდეგ. რა ვადებში შეიძლება და რა ქმედებებზე აპირებთ გადასვლას კონსულტაციებს, აი რა ხდება მართლობა. შეცვლაზე ვლაპარაკობ. მე ვფიქრობ საზოგადოება დასკვნები უკვე გააკეთა, პოლიტიკურმა ოპოზიციურმა სპექტრმა დასკვნები უკვე გააკეთა. ხელისუფლებისგან მოდის ხოდოხოლოდ მეტი და მეტი ნიაღვარი სითავხედესი და მართლაც ჯობს რა. სადაც წვრილია იქ გაწყდეს, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. ჯობს სიკვდილის ნამდვილად. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. სხვანაირად, ჩვენ არ ვსაუბრობთ. ცოტა არ იყოს ხისტი და პირდაპირი ჩვენ არ ვსაუბრობთ. სწორხაზოვანი განცხადებით. არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ საკითხებზე. ჩვენ საუბრობთ უმნიშვნელოვანეს ეგზისტენციალურ საკითხზე. ქვეყნისთვის. არა მხოლოდ ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა, გადავდივართ საზოგადოებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენი ხმა არის ეს არც ჩართეთ ბრიფინგი თუ შეიძლება. გარდა ღალატისა, საკუთარი ღირებულებებისა, ამ ქვეყნის პატრიოტული გრძნობებისა, ფასეულობებისა, ეს არ არის. ეს არის კლასიკური ღალატი, როდესაც ჩემი მეგობარი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ითხოვს დახმარებას.
და ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეხმარება და შენ ზურგს აქცევ რაღაცა გამოგონილი დემაგოგიური არგუმენტებით. ეს არის ერთი სიტყვით შევაფასებდი ღალატი. მეტი არაფერი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ღალატი, ჩვენივე სახელი. როგორ ექცევიან მოღალატეებს, ესეც და როგორ ექცევიან მოღალატეებს. ამაზე პასუხი უნდა გასცეს ქვეყნის მოსახლეობამ. შვიდად, მტკიცედ, უხევად და არასოდეს ისე მართ ხო ჩვენ ვამბობდით რომ დასავლელი ჩვენი პარტნიორები უფრო მეტ ხმას ატო არიღებენ, უფრო მკაფიოდ ატო არისმის მათი ხმა. თვეების განმავლობაში, წლების განმავლობაში ეს ხმა, ეს წუწუნის ხმა ისმოდა ბევრ ქალაქში, დედაქალაქის და დაწყებული ზუგდიდი და როგორც არასოდეს გაიგვიძა დასაბუთებული მართალი იყო, მაგრამ ეხლა მართლა როგორც არასოდეს ეგეთი კოალიცია არ ყოფილა. გაიგვიძა და ის აუცილებლად ჩვენ არა ვართ უბრალოდ იქ, თორე ყველა არის. ჩვენი მეზობელი ბელორუსია და არც სომხეთი. ჩვენი მეზობელი სახელმწიფო აზერბაიჯანი, რომელსაც დასაკარგი ნამდვილად ჰქონდა, ხახდო. და 1 მილიონი ლარი გადავრიცხეთო. 1 მილიონი ლარი რა არის? კაცო, $300,000 რა არის? სახელმწიფოზე საუბრობთ თუ არ ვიცი რაღაცა ვერელმი რომელიღაცა მილიონერზე ან ვაკელზე კაცო ან გდან რა არის $300,000 შენი მეგობარი სახელმწიფოსთვის ერთი ფაქტი რომელსაც ხშირად საუბრობ მხოლოდ იმიტომ უნდა მოვაკეთოთ ყველაფერი რაც 93 წელს გმირმა ფრინავებმა გააკეთეს უკრაინელებმა ხახდო ათასობით ქართველი მათ შორის ალბათ შენი მეზობლებიც არ ვიცი აფხაზეთიდან დღეს ცოცხლები ვერ იქნებოდნენ რომ არა რამდენიმე გმირი ფრინავი უკრაინელი რომლებიც ევაკუირებდნენ ქართულ არა მარტო ფრინავები იბრძოდნენ უკრაინელები აფხაზეთში ჩვენ გვაქვს ეს ვიდეო რომელიც ამერიკის ხმას ეკუთვნის და ჩვენს ვიდეოს საერთოდ იმიტომ რომ უკრაინელებს ეგონათ ნიკა ეგონათ სამართლიანად ეგონათ რუსეთის წინააღმდეგ ეგონათ ჩვენ საერთო ღირებულებები ფასეულობები და საერთო ხედვა გვაქვს მე მეცაც გეტყვი ნიკა ეს რო დღეს საქართველოში მოხდეს ამ ყველაფრის მერე უკრაინელები მაინც აქ იქნებიან იმიტომ რომ ჩვენთან ერთად ბრძოლის გარდა ისინი ებრძვიან რუსეთს როგორც საყოველთაო ბოროტებას ეს საყოველთაო ბოროტება არ არის ბოროტება ზოგადად საქართველოს ხელისუფლებისთვის ამიტომ მე გეთანხმები ცვლილება არის ერთადერთი გამოსავალი და არასოდეს ნურავისუფლი მოექნება იმის ილუზია და იმ ილუზორული სამყაროდან უნდა გამოვიდეთ რომ სახელმწიფო ღირსეული სახელმწიფო განვითარებული სახელმწიფო არ ვიცი თამამი თავისუფალი მოქალაქეებით იბადება და შენდება შიშარა ხელისუფლების პირობებში ასეთ რამეს ასეთ პრეცედენტებს ისტორია არის მადლობა ეს იყო ნიკა მელია მე